მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის თემაა რა როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში ოჯახი, სკოლა და ეკლესია. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ფსიქოლოგი და სასულიერო პირები. შევეცდები მოკლედ შევახოთ ყველაფერს. ეხლა თუ აი ამ სამი რგოლიდან, ანუ ეს არის სკოლა, ეკლესია, ოჯახი, რომელიმე რგოლი ამოვარდნილია, უკვე აღსდას სერიოზული დეფექტი აქვს და ფაქტიურად იქ აღსდას ძალიან დიდი რამ აკლია. რომელიმე რგოლი თუ არ არსებობს, ან არსებობს ისე არასათანადო დონეზე, რომელიც ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რაც უნდა შეასრულოს. უპირველეს ყოვლისა, ბავშვი იბადება ოჯახში. და ოჯახი არის ის პირველი გარემო, სადაც ის ეხება როგორც ღმერთს, ასევე ადამიანს. ანუ პირველად ღმერთზე საუბარი ბავშვმა უნდა გაიგონოს, რა თქმა უნდა, ოჯახში. და მშობლებისგან უნდა მოისმინოს მან ჭეშმარიტი ღირებულებები. არ უნდა იყოს ისე, რომ თქვა ეკლესიაში ეცეუნებოდნენ ბავშვს, ოჯახში მეორეც ეუნებოდნენ და სკოლაში რაღაც მესამეს ეუნებოდნენ და ბავშვი ამ შემთხვევაში დაიბნევა და აი თავის არჩევანს ვერ გააკეთებს უკვე და აი ძალიან ძნელია. ბევრ შემთხვევაში ესეც ხდება ხოლმე და აი ბავშვი დაბნეულია და აღარ იცის რა გააკეთოს და ამიტომ რაღაც შეთანხმება უნდა იყოს აი საზოგადოების, ეკლესიის რაღაც აი სულ მაგას ამბობს პატრიარქი ჩვენი, რომ აი საზოგადოება და ეკლესია ერთად უნდა იყოს და ყველა პრობლემას აი ეს უფრო ადვილად გადავწყვიტავთ აი ეს ეკლესიასთან ერთად. პარალელურად სულ პატარა ასაკიდანვე ჩვენ ვიცით, რომ როგორც კი ინათლება ბავშვი და მერვე დღეს უკვე შეიძლება ბავშვის მონათვლა, უკვე შეიძლება ბავშვის ზიარება და სულ პატარა ასაკიდანვე ბავშვი ეზიარება ეკლესიის წმინდა საიდუმლოებს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ მოაკლდეს არც ერთი საიდუმლო 7 წლამდე საერთოდ არ მოეთხოვებათ ბავშვებს აღზარება, მაგრამ მე მინახავს ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც თავისი სურვილით არავის ძალა არ დაუტანებია, იწყებენ აღზარების თქმას 3-4 წლის ასაკიდან და რა თქმა უნდა, ესეც არ შეიძლება რომ ბავშვს დაუშალოთ, იმიტომ რომ მათ აქვთ ამისი ბუნებრივი მოთხოვნილება. მშობელთან ურთიერთობა უნდა აუცილებლად პარალელურად იყოს მშობელთან და მოძღვართან ურთიერთობა. რა თქმა უნდა იყოს შეთანხმებული მოქმედება, ერთი და იგივე სწავლება უნდა მოდიოდეს როგორც მოძღვრისგან, ასევე მშობლისგან. თუ მოძღვარი ერთზე უნება მშობელი მეორეს, რა თქმა უნდა ბავშვი იხლიჩება და ირჩევს იმას, რომელიც მას უფრო აწყობს. ანუ ის ჭეშმარიტი ღირებულებები, ჭეშმარიტი ფასეულობები, რაზეც უნდა გაიზარდოს ადამიანი, უნდა ორივე მხრიდან თანაბრად წამოვიდეს. ოჯახიდანაც და სკოლიდან, ეს ეკლესიიდანაც, ხო? საფეხური სულიერი ცხოვრებისაკენ ეს არის სულის სწორად აწყობილი ცხოვრება. სწორი ემოციური მდგომარეობა, რომელიც შემდეგ მდგრად ფხიზელ თავგანწირულ სულიერ ცხოვრებამდე მიგვიყვანს. საჭიროა რეალური საინტერესო საქმიანობა, რომელშიც ბავშვები თავს გამოამჟღავნებენ როგორც ადამიანები, რომლებიც არ უღალატებენ მეგობარს, დაეხმარებიან ერთმანეთს, აპატიებენ წყენას. საჭიროა საერთო საქმეები, რომლებიც დაამეგობრებს მათ. შემდეგ ბავშვი იზრდება და უკვე უწევს და რაც აუცილებელია სკოლის გარემოში მოხვედრა. რა ხდება სკოლაში? სკოლაში უკვე ბავშვს ურთიერთობა აქვს პედაგოგთან, ან რამდენიმე პედაგოგთან. პედაგოგი არის ჭეშმარიტი გაგებით, პედაგოგი ეს არის მეგზური, რომელმაც ბავშვი უნდა მიიყვანოს თავის ჭეშმარიტ პედაგოგამდე, ანუ იესო ქრისტემდე. ამას მნიშვნელობა არ აქვს, რასაგან სასწავლის ეს პედაგოგი, ქართულს თუ მათემატიკას თუ ისტორიას, ყველა საგნის სწავლება უნდა აი ამ საქმეს ემსახურებოდეს. ბავშვის მიყვანა ჭეშმარიტ პედაგოგამდე, იესო ქრისტემდე. თუ ის ჭეშმარიტი ქრისტიანი იქნება, ის კარგი მათემატიკოსიც იქნება, კარგი ფიზიკოსიც და კარგი ნებისმიერი სპეციალისტი. ეხლა ძალიან დიდი დეფიციტია ამ მხრივ იმისა, რომ აი ასრულებს კი თავის მოვალეობებს ოჯახი, სკოლა. აი რა ხდება? განსაკუთრებით შეიგრძნობა
აი 10-დან 20 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებული სრული სიცარიელია იმ მხრივ, რომ არავითარი არჩევანი ბავშვებს არ აქვთ. იმისა, რომ ვთქვათ, რომ სულიერი მოთხოვნილებები უფრო შეუძლიათ დაიმაყოფილონ, რომელიც არის მარხვა, ლოცვა, აღსარება, ზიარება, მაგრამ არის მოთხოვნილებები სამშვიდობო. ვთქვათ, გინდა რომ კარგი წიგნი წაიკითხო, კარგი თეატრი ნახო, სპექტაკლი თეატრში, კარგი ფილმი ნახო, რაღაცა საღამო მოისმინო, ან ლიტერატურული, ან რაღაცა კარგი კონცერტი. ასეთი ფაქტიურად დღეს არ არსებობს. სხვათა შორის რამდენიმე წლის წინ ჩვენმა პატრიარქმა იქადაგა, მე თვითონ დავესწარი ამ ქადაგებას და პირდაპირ მრევლს კურთხევა მისცა, რომ ადრეო იყო 19 საუკუნეში ესეთ სალონებს აწყობდაო ჩვენი ინტელიგენციაო და დღესო ეხლა თქვენო რახან აღარ არისო, გარშემო არაფერი ისეთი საინტერესო არ ხდება, აი თქვენ ოჯახმაო, მორწმუნეები ვინც ხართო, მშობლებმა იტვირთეთო ესო, შეიკრიბეთ რამდენიმე მშობელიო და თქვენი ბავშვებისთვის ესეთი სალონები მოაწყვეტო. ხმამაღლა წაიკითხეთ ლექსები, მოთხრობები, აჩვენეთ კარგი ფილმები, სპექტაკლები დაადგმევიეთ. აი პირდაპირ კურთხევა მისცა. პატარა ასაკის ბავშვი უფრო ადულად იღებს ახლა ცნობილია რომ უფრო ადულად მიდის ეკლესიაში ჩვენ გვინახია ახლა თვეების ბავშვი რომ აი მოწმუნე მშობლების შვილი რომ აი როგორ ეამბორება ხატებს, აი როგორ მიდის ზიარებაზე, აი თავისუფლად სიხარულით რაღაც აი ყველაფერს აი ეს როგორც აი სასწაულს ისე უყურებ ჩვენ ამასთან. და მე რაღაც პერიოდში ვთქვათ აი ცოტა ის გადადეხის პერიოდს ეძახიან. აი ამ პერიოდში რაღაც აი პროტესტი უჩნდება თითქოს რაღაც აი რაღაც ის ამ პერიოდში ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ აი შეიძლება რაღაცას ის თვალი დავხვიჭოთ რაღაც აი ვთქვათ არ მიდის ეკლესიაში შეიძლება აი არ დავაძალოთ აი მიუდგეთ უფრო თბილად აი ჩვენ ვანახოთ ქრისტიანობა რა არის აი ამ შემთხვევაში მშობელმა ვანახოთ მაგალითი მივცეთ აი რომ დაინახოს რომ ქრისტიანობა არ არის ვთქვათ ის რომ აი გინდა თუ არა შენ აი ხა დადექი ეკლესიაში და რაღაც ისეთი აი დაძალებითი არის აი ნებაყოფლობითი რომ აი მას თავისუფალი ნება აქვს ხმეთმა მიანიჭა თავისუფალი ნება და ურჩევ ასევე აი ყველას არ აქვს მნიშვნელობა ისინი მშობლები ეკლესიურები იქნებიან თუ არა ეკლესიურები აქ არის მთავარი იყოს ისეთი მშობელი რომელსაც გული შესტკივა თავის ბავშვზე რომელსაც უნდა რომ თავისი ბავშვი გაიზარდოს ჯანსაღი სულიერად მდიდარი, განათლებული, ხაცა დათელი ადამიანი, რომელმაც იცოდეს სად არის თეთრი და სად არის შავი და თუ ამ კლასიკურ ნაწარმოებებზე არ გაიზარდა ბავშვი, ის ამას ვერაფერს ვერ შეიძენს. სადაც კი წააწყდებიან კარგ წიგნს, კარგ ფილმს, ზოგჯერ არის ვიდეო კასეტები, კარგი კასეტები, აი კინოხელოვნებაშიც არის კლასიკური ნიმუშები, მარგალიტები, რომლებიც შეიძლება ბავშვებს ვაჩვენოთ და გაურჩიოთ მერე და დავანახოთ თუნდაც იმ ფილმით თუ იმ მხატვრული ნაწარმოებით სად არის სიკეთე, სად არის ბოროტება როგორ ანუ აი სოკრატეს აქვს ესეთი სიტყვები რომ ვასწავლოთ ადამიანს სიკეთე და ის აღარ ჩაიდენს ბოროტებასო და ის უწოდეთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკლესიაში სწავლობს ბავშვი სიკეთეს მაგრამ გარდა ამისა გარდა იმ სულიერი საზრდოსა, რომელიც ის ეკლესიაში, რომელსაც ის ეკლესიაში იღებს, აუცილებელია, რომ მან ეს მშვიდიერული მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, კარგი გამოფენა ნახოს, კარგი ნახატი ნახოს, კარგი ლექსი წაიკითხოს, ფილმი ნახოს, კარგ სპექტაკლს დაესწროს. სამწუხაროდ ეს სპექტაკლებიც ძალიან ნაკლებად არის ახლა კარგი, მაგრამ თუ მშობელი მოინდომებს, მიაგნებს, კარგ სპექტაკლსაც წელიწადში ერთხელ მაინც შეიძლება ამის მიგნება კარგი ფილმი, ლიტერატურული ნაწარმოები, დონ კიხოტიდან დაწყებული, დამთავრებული თანამედროვე ნაწარმოებები და შეიძლება არჩევა ისეთის, რომლიდანაც ბავშვი ისწავლებს დიდ სიკეთეს, ის გახდება უფრო კეთილი, უფრო ნატიფი, ფაქიზი ადამიანი და უფრო ადვილად მივახმერთავთ. და მაგალითი, აი შემდგომ როდესაც ჩვილი უკვე იზრდება და შედის ცნობიერებაში, ხედავს თავის მშობლებს, ხედავს უკვე აცნობიერებს ირგვლივ სამყაროს, ის უნდა ხედავდეს თავისი მშობლების მაგალითს. მათ ურთიერთ დამოკიდებულებას, სწორ ურთიერთდამოკიდებულებას, მათ სწორ საქციელს, მათ სწორ სიტყვა პასუხს, მათ ლაპარაკს, მათ ერთად ლოცვას, მათ ერთობლივ შრომას და ზრუნვას ოჯახზე, მათ ერთად ტაძარში ყოფნას, კვირადღის
მსახურებაზე ყოფნას, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნას და ყოველივე ეს აყალიბებს ჩვილს, აყალიბებს მას მის ცნობიერებას, მისი გულის გრძნობას და რა თქმა უნდა ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა და გავლენა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ აი მშობელმა ეს უნდა იცოდეს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს შვილის აღზრდას. ზოგჯერ წუხარებით ხედავთ, რომ თითქოს ახალგაზრდა მშობლები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ შვილის აღზრდას, თითქოს კმაყოფილდებიან მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მატერიალური და ფიზიკური ზრუნვით, მაგრამ ეს არ შეიძლება. არ შეიძლება ჩვენ შვილს ზრდით დავაყენებდეთ როგორც ფიზიკურად, ისევე სულიერად და ისევე ფსიქოლოგიურად. და ამიტომ აი ეს ზრუნვა, აი ეს უნდა იცოდეს მშობელმა და ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ თავის შვილს მისცეს ჯანსაღი და კეთილი მაგალითი და ჯანსაღი და დადებითი ემოციები. დამოკიდებულება, სწორი დამოკიდებულება სამყაროსთან და სწორი დამოკიდებულება ადამიანებთან. ბავშვები ხშირად ეწინააღმდეგებიან ზნეობრივ კანონებს, იმის გამო, რომ სულიერი ინსტინქტი აიძულებს მათ ჭეშმარიტებასთან ურთიერთობაში სიყვარულით იხელმძღვანელონ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ისე მივაწოდოთ ზნეობრივი საკითხები, რომ ეს სულიერი ინსტინქტი კი არ ჩავუხშოთ, არამედ განვუვითაროთ. სათნოება ჭეშმარიტებისათვის არსებობს და არა ჭეშმარიტება სათნოებისათვის. წერს წმინდა მაქსიმე ამსარებელი. არც კლუბები არანაირი, არც ბიბლიოთეკები ბავშვებისთვის ისეთი, რომ პირობები იყოს იქ შექმნილი, რომ მივიდეს იქ ბავშვი და გარემო იყოს, არ შეცივდეს ელემენტარულად ზამთარში და სითბო იყოს და იქ დაждდეს და ერთმანეთს დაელაპარაკონ, გაუზიარონ თავისი შტაბ-შტილებები წიგნებზე. სამაგეროდ არის ბევრი ინტერნეტ კაფეები, სადაც მხოლოდ თამაშებია. ხო მარტო თამაში ხო არ ყოფნის ადამიანს. აი ინტერნეტ კაფეებში ვთქვათ არის შექმნილი ეს პირობები და აი ბიბლიოთეკები და ესეთი კლუბები ბავშვებისთვის, სადაც ისინი შეიკრიბებიან, ესეთი სამწუხაროდ არ არის. რახან არ არის, ეს ოჯახმა და სკოლამ უნდა იტვირთოს თავის თავზე. სკოლამ, პედაგოგმა შეურჩიოს წიგნები, მხატვრული ლიტერატურა წააკითხოს, იგივე სპექტაკლი პატრიოტულ თემაზე თუ ნებისმიერ თემაზე კარგი სპექტაკლები დაიდგას. ბავშვები შეკრიბონ ერთად, აჩვენონ ის თუნდაც ძველი ქართული ფილმები და ერთად გაარჩიონ. რაც უფრო ხშირად ვაზიარებთ, მით უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ახლა თქვა თვეების ბავშვი და 2-3 წლის ბავშვი არ ჭირდება, თქვა აღსარების ჩაბარება, თქვა 7 წლამდე არ ჭირდება ისე შეიძლება ხო 6 წლამდე. ეს ამ პერიოდში არ ჭირდება აღსარება და რაც უფრო ხშირად ვაზიარებთ, მით უკეთესი იქნება. ახლა ეს მექანიკურიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რაღაცა ის შიშიც უნდა იყოს აქ და რაღაც სიყვარულიც არის ერთობლივად მოწიწება. პასუხისმგებლობა შვილის აღზრდისათვის ყველა მშობლისათვის ძალზე დიდია და მათ ამის მიხედვით რა თქმა უნდა ისინი ამის მიხედვით პასუხს აგებენ ღვთის წინაშე. თუ როგორ აღზარდეს თავიანთი შვილები, რა ასწავლეს მათ და როგორ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ ისინი.